სოფელ სულორში ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი რო გავიგე, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, არ იცის რამდენად კანონიერად და სამართლიანად კეთდება, რაც კეთდება. ბიზნესმენთან შეხვედრას ვითხოვთ, რომ აგვიხსნას და გაგვარკვიოს ყველაფერში, თან წამოვიღე მაგალითები საქართველოში უკანონოდ და არასრულად აშენებული ჰესების, რომელმაც გარემოს დაზიანება გამოიწვია, განადგურდა კალმახი, წითელწინწკლებიანი კალმახი, რომელიც ასევე სულორში არის და ამ სურათებზე რეალური ფაქტებით გესაუბრებით, კალმახს არ ქონდა უკან დასაბრუნებელი გზა ქვირითობისას და განადგურდა. გარდა ამისა, სულორში არის მეწყრული ადგილები, ხშირად ხდება წყალდიდობები და მდინარე ისე დიდდება, რომ გზა წაიღო წლების წინ და სოფლის ბაღის შენობასაც პრობლემა შეექმნა. მე ვფიქრობ, რომ სოფლისთვის ეს იქნება დამაზიანებელი და დამანგრეველი, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს და თუ განმარტებებია გასაკეთებელი, უნდა გააკეთონ შესაბამისმა პირებმა. მერის წარმომადგენელი და ვანის გამგეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი სულორში, ეს პრობლემა მათ აღელვებთ და აუცილებლად უნდა მოგვაქციონ ყურადღება, რომ დაგვეხმარონ ამ ყველაფერში.